ის მოადგილე იყო ერთიც და მეორეც და ისინი ვერ დააკმაყოფილეს მათი მუშაობა არ შეფასდა დადებითად და მერე იმის გამო რომ იქ ვერ გაამართლეს ოცნების იმედები წამოიყვანეს და ვიცემერობა ეს პატარა საქმეა და დანიშნეს აქ ბატონმა მერმა იმას მარგიშვილს წინს წრებით დაუნიშნა ხელფასზე დანამატი იცოდა რომ ესო არაჩვეულებრივად იმუშავებსო და მოიკლავს თავსო და ამ კაცო ხელფასი არ ეყოფა დანამატიც უნდა კონდასო იყო თუ არა ეს ასე და რა მოხდა სულ აი ამის მერე რამდენიმე თვეში მარგიშვილი აღარ არის ვიცემერი გოგლიჩიძე თუ რა ქვია ალუდა ბატონი ალუდა აღარ არის ვიცემერი და ხო გამჭვირვალე იყო ეს ყველაფერი აი ხო შეიქმნა ამ ადამიანებისათვის ახალი სამსახური ისევ ბიუჯეტიდან ხო წავიდა თანხა თუმცა ოცნება ამბობდა რომ არავითარ შემთხვევაში ბიუჯეტიდან არ წავაო თანხაო რა სამსახური შეიქმნა ეს არის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი გავიდა უკვე 9 წელზე მეტია მე მგონი რაც ეს ცენტრი შეიქმნა რამე დაეთქო მეწარმეობა. გასაგებია, მე ჩვენ რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ, შემდეგ დავბრუნდებით და დასკვნით სიტყვას მოგცემთ 4-ვე სტუმარს, რამდენიმე წუთში კვლავ ეთერში ვართ. დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში ჩვენ მერის საქმიანობაზე ვსაუბრობთ დაგვჭა სულ რამდენიმე წუთი ჩვენი დებატების შესაჯამებლად უბრალოდ დასკვნითი სიტყვებისთვის და ალეკო მოდი თქვენგან დავიწყოთ თქვენი აზრით რა გაგრძელება იქნება იმ საკადრო ცვლილებებს რომელიც დღეს უკვე ვნახეთ კეთილმოწყობის სამსახურში და სისტემური პრობლემა რომელიც თქვენ ახსენეთ რომ ნარმანია ვერ იღებს გადაწყვეტილებებს რა იქნება შემდეგი ნაბიჯები ვინ იღებს მაშინ ამ გადაწყვეტილებებს და თუ კი ცვლილებებია მოსალოდნელი ვინ უნდა შეიცვალოს ის როგორ არის ყველა ვართ ხალხის მიერ მოყვანილი ბიძინა ივანიშვილი სხვათა შორის და ის რომ გაერიდა პოლიტიკას და სახში არის ჩაკეტილი ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი კარგად არის ხალხი პირველ რიგში ლანძღავს ბიძინა ივანიშვილს და მის მოყვანილ ხალხს და თუ სერიოზული ცვლილებები არ იყო და რადიკალური ცვლილებები თუ არ იყო კინცისკრით გამოაგდებენ ნარმანიასაც თავის კაბინეტიდან და ჩვენს მიგვაყოლებენ მთელ საკრებულოს და გამოგვრეკავენ იქიდან, იმიტომ რომ კიდე 9 წელი და კიდე 59 წელი არავინ არაფერს ლოდინს არ დაიწყებს. რამდენიმე თვე ვერ გრძნობთ ამას, ხალხი როგორი გაღიზიანებულია, რამდენიმე თვე თუ ეს უთავბოლობა გაგრძელდა თბილისში რაც არის. გამოყრიან სათითაოდ კაბინეტებიდან. მეც და დანარჩენ ჩვენ კოლეგებსაც საკრებულოში, რომ საკრებულო ძალიან აცდენილია დღეს ახლა ნარმანიას ვლაპარაკობდა. საკრებულო აი არხეინი დღის წესრიგით მიდის, ვითომ ყველაფერი კარგა და აცხადებს ლიტერატურულ კონკურსებს, რაღაცებს, აკეთებს, ნუ საოცრებებს. იმ დროს როცა სიტი პარკზე ერთი სხდომა არ გვაქვს ჩატარებული. სიტი პარკ ტრანსპორტის პრობლემებზე ერთი სხდომა არ გვაქვს ჩატარებული. ავარიულ კორპორაციას. პანორამა თბილისის ვიცით რომ აი პატარა ბავშვი რომ აიხირებს რომ გინდა თუ არა მინდა ეს სათამაშო, აი ესეთი ახირება არის ბიძინა ივანიშვილის. და საკრებულომ აისხლით და მარტო ზონა შეუცვალა, აი კანონი არის შეცვლილი და ეკონომიკის სამინისტროში მიდის განხილვა. თუ ასე გაგრძელდა ხალხის იგნორირება, თუ ასე გაგრძელდა ქალაქის ესე გაუბედურება, როგორც ახლა მიდის. ხალხი გამოგვრეკავს სათითაოდ. და როგორ იცვლება რაღაცეები, იცით, ხალხი რომლებიც ნაციონალების წინააღმდეგ იყვნენ გააფთრებულები. აგერ პეკინის 23-ში არ აინტერესებთ იმ ხალხმა მითხრეს რომ მე გვერდზე მედგა ნიკამელია სულაც არ მსიამოვნებდა ნაციონალებთან დგომა არა როგორც მე დამიძახეს ისე დაუძახეს მან და თქვენს რომ ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია იმ ხალხმა მითხრა რომ მე აქო ვინმე მხარში დამიდგესო და აქ საბავშვებაღი არ დაანგრიონ და ხეები არ მოჭრა და კორპუსი არ აშენონ ნიკამელია კი და სააკაშვილი ჩამოვიდეს თუნდა დადგეს აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ამას ვერ გძნობს ოცნება და ეს არის სერიოზული პრობლემა ვარაუდობთ თქვენც თუ ასე გაგრძელდა, კი როგორ არ ვარაუდობ და ნამდვილად ასე უნდა იმოქმედოს საზოგადოებამ, იმიტომ რომ თუ დანაპირები არ სრულდება, თუ არ მოქმედებ ხელისუფლება, თუ ეს არ აისახება ჩვენი ქალაქისა და თვითეული ჩვენი მაცხოვრებლის კეთილდღეობაზე, რატომ უნდა იყოს მაშინ ხელისუფლებაში უნდა წავიდეს, თუნებით არ მიდის, მაშინ რა თქმა უნდა ხალხი ასე იმოქმედებს და იცით რაში არის საქმე? აი ახლა ამ პანორამა თბილისთან კავშირები კიდე რაღაცა სხვა საკითხები არის, რომელზედაც აი ალიკო მაგალითად ასე ახსენებს, რომ ერთი კაცი არის გადამწყვეტი და ეს არის მისი ახირება. მე მიმაჩნია, რომ ძირითადად ასეთ პირობებს ქმნის გარემოცვა.
იგივე პანორამა თბილისზე როგორი ვნებათა ღელვა იყო და დღესაც არის. ხო შეიძლება გააგებინოთ, აუხსნათ, რატო გეშინიათ ხალხო ყველაფრის. აუხსენით ადამიანს, რომ არის აზრთა საწინააღმდეგო მოსაზრებები. რატომ უნდა აჩქარდეთ? ხო შეიძლება ყველაფერი იყოს გააზრებული. ამას წინა სხვათა შორის ერთ-ერთმა ოცნების წარმომადგენელმა პანორამა თბილისთან დაკავშირებით თქვა. იქო არაფერიო, ნუ ეხა ისეთი დიდი რაღაცა უნდა გაკეთდეს, იმხელა ინვესტიციაო და სულ 70-მდე ხეზე არის ლაპარაკიო. ეგეც არ ესმის ხალხს რაზია ლაპარაკი. რა პროტესტი არის, ესეც კი არა აქვს გაგებული მართლა ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს ბატონ ტრისტან, თქვენ მოგცემ სიტყვას და ბოლოს ბატონ ჯაბას. ალეკოს ნათქვამ პრობლემას დაუბრუნდები, მე ვფიქრობ, რომ ნარმანია სწორედაც რომ ღებულობს გადაწყვეტილებებს და თუნდაც ბოლო პერიოდში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ იგივე ჩვენი ვიცემერი ლაშა აბაშიძეა, ჩემის აზრით ძალიან დადებითი იქნება და ეს რაც ალეკომ თქვა, რომ განწყობები ძალიან სწრაფად იცვლება, თქვენც ბუნებრივია ხვდებით ადამიანებს გრძნობთ ამ ყველაფერს. ბუნებრივია იგივე მხარდაჭერა და იგივე ენთუზიაზმი აღარ არის ოცნების მიმართ, რაც იყო თუნდაც 2012 წელში და თუნდაც 2013 წელში. მიზეზი რა არის ამის თქვენი აზრით? ეს ყოველთვის ხდება, რომ მართველი ძალა, მეტნაკლებად კარგავს ამორჩეველთა ნაწილს და ზოგჯერ რეიტინგსაც. აქ მიზეზები შეიძლება ბევრი იყოს, მათ შორის ის შეიძლება იყოს ორი ძირითადი მიზეზი. ან სწრაფი რეფორმები, რომელიც ბევრ ადამიანს შეიძლება უკმაყოფილოს ტოვებდეს, ან რეფორმების საერთოდ არ არსებობა.